თუ ერთმა კომპანიამ დღეს ღამით შეწყვიტა მუშაობა, საავადმყოფოები ვერ იმუშავებენ, მომარაგების ჯაჭვები გაიყინება და სამხედრო ოპერაციები შეიძლება შეჩერდეს. ეს არც Google-ია და არც Microsoft-ი, ეს არის Palantir Technologies-ია. სანამ ყველა ChatGPT-ის მიერ დაწერილი ესეებით და იმეილებით იყო გართული, Palantir იქცა აშშ-ის სამხედრო ძალების, ბრიტანეთის NHS-ისა და დასავლეთის კრიტიკული ინფრასტრუქტურის უკან დგომ ფარულ ოპერაციულ სისტემად. ხალხს შეიძლება გონდეს, რომ Palantir უბრალოდ შემზარავი მონაცემთა კომპანიაა. ესე არ არის. Palantir-ს თქვენი მონაცემები არ სჭირდება, მას რეალური სამყაროს მართვა სურს. და ყველაზე შემაშინებელი ის არის, რომ ეს უკვე ხდება. თავი პირველი, 48 საათიანი კოლაფსი. შეიძლება დრამატულად ჟღერდეს, მაგრამ Palantir-ს შეუძლია ქვეყნების პარალიზება. დიდ ბრიტანეთში Palantir ქვეყნის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის განუყოფელი ნაწილია. თუ ისინი თავიანთ პროგრამულ უზრუნველყოფას გაიყვანენ, საავადმყოფოს ადმინისტრატორები დაკარგავენ წვდომას გადაუდებელ კრიტიკულ სისტემებზე, რომლებიც პაციენტების ნაკადის მართვის საშუალებას აძლევთ. კლინიკები დაკარგავენ რისკის პროგნოზირების, პაციენტების პრიორიტეტიზაციისა და ადამიანების სწრაფად მომსახურების შესაძლებლობას, რაც სიცოცხლის გადარჩენისთვის აუცილებელია. Personals მოუწევდა დაბრუნება უფრო ნელ ელექტრონულ სამედიცინო ჩანაწერების სისტემებზე, როცა მოსაცდელი ოთახები ივსებოდა და ზეწოლა იზრდებოდა. ამასობაში მსოფლიოს მასშტაბით მთავარი სათვირთო პორტები და ლოგისტიკური ჰაბები დაიწყებდნენ შეფერხებას. აუცილებელი საქონელი, როგორიცაა სასურსათო პროდუქტები, დიდი დაგვიანებით მიეწოდებოდა. მარშრუტების ოპტიმიზაცია დაიშლებოდა, რაც გლობალურ ქაოსს გამოიწვევდა. ეფექტი იგრძნობოდა საბრძოლო ზონებშიც კი. ტაქტიკური სადაზვერო ნაკადები გაიყინებოდა, რის შედეგადაც წინა ხაზის მეთაურები მოახლოებული საფრთხეების მიმართ ბრმები დარჩებოდნენ. ისინი ვერ შეძლებდნენ ეფექტური პასუხის დაგეგმას. ადამიანების სიცოცხლეები დაუყოვნებლივ საფრთხეში აღმოჩნდებოდა. მაგრამ ჯერ გვინდა მადლობა გადაუხადოთ დღევანდელი ვიდეოს სპონსორს World of Warships. ოდესმე გდომებიათ ისტორიის ყველაზე ცნობილი საბრძოლო გემების მართვა, World of Warships არის უფასო ტაქტიკური საზღვაო საბრძოლო თამაში, სადაც თქვენ მართავთ გამანადგურებლებს, კრეისერებს, საბრძოლო გემებს, ავიამზიდებს და წყალქვეშა ნავებს. თითოეულს თავისი როლი, სტრატეგია და თათამაშის სტილი აქვს. და სწორედ ახლა იდეალური დრო თამაშის დასაწყებად, რადგან World of Warships აღნიშნავს აშშ-ის 250 წლის იუბილეს სპეციალური დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებით. 17 ივნისიდან 15 ივლისამდე მოთამაშეებს შეუძლიათ იბრძოლონ ისტორიის განმავლობაში, მიიღონ ექსკლუზიური ჯილდოები და აღნიშნონ ამერიკული საზღვაო მემკვიდრეობა ისტორიული ნახატებით, ნარატიული ეტაპებითა და ჯილდოს ვიდეოებით. რაც მართლა მომწონს, არის ის, თუ რამდენად მარტივია დაწყება. შეგიძლიათ მეგობრებთან ერთად ჩაერთოთ ბრძოლებში, აირჩიოთ გემი, რომელიც თქვენ სტილს შეესაბამება და იმუშაოთ გუნდთან ერთად რუკებზე, სადაც დეტალური გემები, რეალისტური წყლის ეფექტები, დინამიკური ამინდი და განახლებული ვიზუალური ელემენტები თითოეულ ბრძოლას გრანდიოზულს ხდის. ღონისძიების განმავლობაში თითოეულ კვირას აქვს საკუთარი პროგრესის ბილიკი და პროგრესის მიღება შეგიძლიათ უბრალოდ თამაშით. გარდა ამისა, თუ განახლება 15.5 დროს ერთ ბრძოლას ითამაშებთ, გახსნით უფასო იუბილეს პაკეტს Armoria-ში, სადაც იქნება მეათი დონის დამოუკიდებლობის კამუფლაჟი, ბეტსი, როსის განადგურების ეფექტი და 3 დამოუკიდებლობის ღონისძიების ლუტბოქსი. ახალ და დაბრუნებულ მოთამაშეებს შეუძლიათ გამოიყენონ მოსაწვევი კოდი USA 250, რათა მიიღონ ჯილდოები, როგორიცაა 1 მილიონი კრედიტი, 7 დღე პრემიუმი, 500 დუბლონი ვარსკვლავებისა და ზოლების კას კამუფლაჟი, პრემიუმ კრეისერი USS Albany და პრემიუმ გამანადგურებელი USS Smith. შემდეგ, 10 ბრძოლის შემდეგ, შეგიძლიათ აირჩიოთ სამხრეთ კაროლინა, სენტ-ლუისი ან ვიქსი. The საზღვაო ისტორიის მოყვარულებისთვის Naval Legends Cruisers ბრუნდება Kickstarter-ზე ექსკლუზიური ნიუტებით და USS Indianapolis-ის ფოლგის გემის ბარათით. თუ კამპანიის დაწყებამდე დაამატებთ სურვილების სიაში. მოიხსენით 250 წლის დამოუკიდებლობა, ფლოტში გაწევრიანებით. დააკლიკეთ მულს აღწერაში და გამოიყენეთ მოსაწვევი კოდი USA 250, რომ დღესვე უფასოდ დაიწყოთ თამაში World of Warships-ში. ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმისა, თუ რამდენად შორს ვრცელდება Palantir-ის გავლენა. ეს ხაზს უსვამს იმ უპრეცედენტო ძალასა და გავლენას, რომელიც ამ კომპანიამ კულისებში დააგდააგროვა. რადგან ძალიან ბევრ ადამიანს ჯერ კიდევ არ ესმის სინამდვილეში რა არის ეს კომპანია. ისინი ფიქრობენ, რომ ეს არის რატაც სახის არალეგალური მონაცემთა ბროკერი, ბნელი ორგანიზაცია, რომელიც ინტერნეტის კულისებში იმალება, აგროვებს პირად ინფორმაციას და ყველაზე მაღალ ფასში ყიდის მას. მაგრამ ეს არ არის ის, რაც Palantir-ს საშიშ ხდის. სინამდვილეში Palantir-ი ბევრად უფრო ინტერპრეტატორია, ვიდრე შემგროვებელი. ის არ არის დაკავებული მომხმარებელთა მონაცემების ფლობით, შენახვით, შეგროვებით, ან თუნდაც ტრადიციული გაგებით მათი მონეტიზაციით. ამის ნაცვლად, ის ქმნის მონაცემთა სტრუქტურულ არხებსა და ალგორითმულ სისტემებს და მოწინავე მომხმარებლის ინტერფეისებს, რომლებიც კომპანიებს საშუალებას აძლევს გაიგონ ის უზარმაზარი და რთული მონაცემთა ბაზები, რომლებსაც აგროვებენ. ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე შეიძლება გეგეგონათ, რადგან ჩვენ ვცხოვრობთ სულ უფრო მეტად მონაცემებზე ორიენტირებულ სამყაროში. მსოფლიოში, რომელმაც უკვე გადალახა კრიტიკული ზვარი, სირთულის ის წერტილი, საიდანაც უკან დაბრუნება აღარ არის.
სისტემები, რომლებზეც თანამედროვე საზოგადოება ეკორდნობა, მილიარდობით ადამიანის სიცოცხლის შესანარჩუნებლად, იმდენად რთული გახდა, რომ ჩვენ ვეღარ მართავთ მათ მარტო. მარტივად რომ ვთქვათ, მონაცემები იმდენად ბევრია, რომ ვერ უმკლავდებით. ამ სიცარიელეში ჩადგა Palantir. მართალია, მას ეს მონაცემები არ ეკუთვნის, მაგრამ მას ეკუთვნის პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც ამ მონაცემებს წაკითხვაც, სამართავსა და გამოსადეგს ხდის. მან შექმნა რაღაც ისეთი, რის გარეშეც უმეტესმა მთავრობამ და კორპორაციამ გააცნობიერა, რომ ვერ იმუშავებდნენ. სისტემა, რომელსაც ქაოსში აზრის პოვნა შეუძლია. ამან თავის მხრივ დაეხმარა მას, გამხდარიყო ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კომპანია პლანეტაზე. და ეს ყველაფერი დაიწყო ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე სადაზვერვო მარცხით. თავი მეორე, 11 სექტემბრის მოჩვენება. იმის გასაგებად, თუ როგორ ჩაენერგა ეს უხილავი სისტემა დასავლური სამყაროს ინფრასტრუქტურაში, უნდა დაუბრუნდეთ თანამედროვე ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე ბნელ დღესთან, 2001 წლის 11 სექტემბერთან. ყველაზე მომაკვდინებელი ტერორისტული თავდასხმის დღესთან, როდესაც თითქმის 3000 ადამიანი დაიღუპა. მსოფლიოს სავაჭრო ცენტრის ჩამონგრევის შემდეგ ერთი უმნიშვნელოვანესი კითხვა ისმოდა რედაქციებში, სამთავრობო ოფისებსა და სადაზვერვო სააგენტოებში. შეიძლებოდა თუ არა თავდასხმის თავიდან აცილება. ASS-ში სადაზვერვო სააგენტოებს ჰქონდათ ყველა საჭირო ინფორმაცია, რათა გაეგოთ ზუსტად რას გეგმავდნენ ტერორისტები. თავდასხმამდე დღეებსა და კვირებში NSA-მ გადაეჭირა კომუნიკაციები, რომლებიც ცნობილ ოპერატორებს ეხებოდა. FBI-ს ჰქონდა საველე ჩანაწერები საეჭვო პირებზე, რომლებიც ავიაციის სკოლებში სწავლობდნენ. CIA მოიპოვა მრავალი სადაზვერვო ინფორმაცია, რომელიც ფაქტობრივად მთლიანად აღწერდა შეთქმულებას. მათ იცოდნენ, რომ ტერორისტები თვითმფრინავების იარაღად გამოყენებას განიხილავდნენ. მათ იცოდნენ, რომ ოსამა ბინ ლადენი მასშტაბურ თავდასხმას გეგმავდა და სადაზვერვო სააგენტოებმა რამდენიმე მომავალი გამტაცებელი 9/11-მდე რამდენიმე კვირით ადრე უკვე ამოიცნეს. ყველა მინიშნება იქ იყო, მაგრამ მათ წერტილების დაკავშირება ვერ შეძლეს. ძალიან ბევრი იყო. FBI-ის ანალიტიკოსები ერთ ნაწილს ხედავდნენ, CIA კი სხვას. ვერავინ შეძლო ყველაფრის ერთად დაჯამება და იმის გააზრება, თუ რა მასშტაბის რამე იყო მოსალოდნელი, სანამ უკვე ძალიან გვიანი არ გახდა. მარცხი დაზვერვის ნაკლებობის ბრალი არ იყო, არამედ ინტეგრაციის ნაკლებობის, რომ სხვადასხვა სააგენტოს სისტემები უკეთ ყოფილიყო დაკავშირებული, ათასობით სიცოცხლე შეიძლებოდა გადარჩენილიყო. ამგვარი რამ აღარ უნდა დაშვებულიყო, გამოსავალი უნდა მოეძებნათ. სცენაზე შემოდის Palantir. Alex Karpis, Peter Tillis და მცირე ინჟინერთა გუნდის მიერ დაარსებული კომპანია მიზნად ისახავდა შეექმნა სისტემა, რომელიც ფრაგმენტულ სიგნალებს ერთიან გარემოში მოაქცევდა. სისტემა, რომელიც სხვადასხვა წყაროდან უზარმაზარ მონაცემებს ერთ პლატფორმაზე გააერთიანებდა. მომხმარებლებს შეეძლებოდათ ანალიზის ობიექტზე ღმერთის თვალით ეყურებინათ. მოულოდნელად, კანონზომიერებების პოვნა და ქსელების რუკაზე გადატანა ბევრად უფრო მარტივი გახდა ვიდრე ოდესმე. მაგრამ ტერორისტების დაჭერა მხოლოდ ბეტა ტესტი იყო. ნამდვილი გარღვევა კი ის იყო, თუ როგორ უნდა გაეგო კომპიუტერს ფიზიკური სამყარო. მესამე თავი, ციფრული თყოფი. რა არის ონტოლოგია? Palantir Technologies-ის აღმავლობის უკან დგას მოჩვენებით მარტივი იდეა, რომელსაც ონტოლოგია ქვია. და იმის გასაგებად, თუ რატო არის ეს მნიშვნელოვანი, ჯერ უნდა გაიგო კორპორატიული სამყაროს საყვარელი გამოსავალი ინფორმაციის გადაჭარბებულ რაოდენობაზე. მონაცემთა ტბა. სახელიც შესაფერისია. ეს არის უზარმაზარი ციფრული რეზერვუარი, სადაც კომპანიებს შეუძლიათ ეფექტურად ჩაყარონ თავიანთი ყველა მონაცემი. არ აქვს მნიშვნელობა, საიდან მოდის, რა ფორმატშია, ან სტრუქტურირებულია თუ არა. ყველაფერი უბრალოდ ტბაში ხდება. ეს შეიძლება მოიცავდეს ყველაფერს. სერვერის ჟურნალები და ჟურნალებიდან დაწყებული, სოციალური მედიის მონაცემებით, სურათებით, ვიდეოებით, ტექსტური ფაილებით, ფინანსური მონაცემთა ბაზებით და სხვა მრავალით. და ამას აშკარა შეზღუდვებიც ახლავს თან. მონაცემთა ტბები შესანიშნავია უზარმაზარი რაოდენობის ინფორმაციის შესანახად, მაგრამ როგორც კი ამ მონაცემების გამოყენებას ცდილობ, ყველაფერი იწყებს დაშლას. რადგან უმეტეს შემთხვევაში მონაცემთა ტბები საბოლოოდ მონაცემთა ჭაობებად იქცევა. ისინი ბურუსიანია და არეულ-დარეული. შედგება ტექსტისა და რიცხვების მილიონობით მწკრივისგან, მაგრამ არანაირი ახსნა არ აქვს, რას ნიშნავს ეს სიმბოლოები. Palantir-მა ამის შეცვლა მოინდომა, ამიტომ მან შექმნა ონტოლოგია. ეს არის კომპანიის ოპერაციების ციფრული თყოფი ან კლონი. კომპანიის ყველა დაუკავშირებელი მონაცემთა წერტილი ორგანიზებულია ობიექტების, ქმედებების, თვისებებისა და კავშირების კონკრეტულ კატეგორიებად. მონაცემთა ტბები ინფორმაციას უსასრულო გაუგებარ ტექსტისა და რიცხვების მწკრივებად აერთიანებს. ონტოლოგია კი მას რეალური სამყაროს ტერმინებად აწყობს, რომლებსაც ადამიანები რეალურად გაიგებენ. როდესაც მომხმარებელი Palantir-ის ინტერფეისში შედის, ის არ ხედავს გადატვირთულ ცხრილებს ან აბსტრაქტული კოდის ხაზებს. ისინი ხედავენ ინტუიციურ ვიზუალურ ეკოსისტემებს ერთმანეთთან დაკავშირებული კვანძებისგან. საავადმყოფოს ადმინისტრატორი შეიძლება ხედავდეს ობიექტებს, რომლებსაც აწერია საწოლი ან პაციენტი და მათ შორის დამაკავშირებელ ბულებს. ეს ეხმარება მათ წარმოიდგინონ, როგორ გადაადგილდებიან პაციენტები მათ დაწესებულებაში და იგრძნონ, რომ უკეთ აკონტროლებენ ოპერაციებს. სამხედრო მეთაური დაინახავს წარწერებს, როგორიცაა მიზანი, დრონი და საბრძოლო მასალა, რაც ბევრად უადვილებს მათ შემდეგი ნაბიჯების დაგეგმვას რეალური საბრძოლო ველის მონაცემებზე დაყრდნობით. მოკლედ რო ვთქვათ, ონტოლოგია აცოცხლებს მონაცემებს. ის ანიჭებს მათ მნიშვნელობას, რაც ამარტივებს გაგებას და ბევრად უფრო ფასეულს ხდის მათთვის, ვისაც ეს სჭირდება.
აი რატომაც თავად Palantir-ის ხელმძღვანელები კომპანიის პლატფორმებს ოპერაციულ სისტემებად მოიხსენიებენ. ეს არ არის რამე, რასაც თქვენ სისტემებზე დამატებად იყენებთ, არამედ ის არის ის, რაც ყველაფრის ქვემოთ მდებარეობს და ყველაფერს ერთმანეთთან აერთებს. ყველაფერი რეალობის ერთ ცოცხალ მოდელში ერთიანდება. ეს სამხედრო დონის ლოგიკა სამოქალაქო სამყაროსთვის თეორიული იყო. ეს ასე იყო მანამ, სანამ გლობალურმა კატასტროფამ კერძო სექტორი მისი მიღება არ აიძულა. მეოთხე თავი. ოპერაცია ვარპის სიჩქარე. სამოქალაქო სფეროში დამადასტურებელი მაგალითი. დღეს Palantir მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი კომპანიაა, მაგრამ მისი საქმიანობის პირველი 10 წლეულის განმავლობაში ძალიან ცოტა ადამიანს ჰქონდა კომპანიის შესახებ გაგონილი. ის ძირითადად არსებობდა გასაიდუმლოებულ სექტორში, სადაც მას სპეციალიზებულ ინსტრუმენტად მიიჩნევდნენ კონკრეტული მიზნისთვის, სამხედრო დაზვერვისა და ანტიტერორისტული სააგენტოებისთვის საფრთხეების აღმოჩენასა და ტრაგედიების თავიდან აცილებაში დახმარებისთვის. 2013 წელს კომპანიის კლიენტთა სია მოკლე იყო, მაგრამ მასში შედიოდა მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი სააგენტოები. NSA, FBI, CIA, ასამჰაბ საჰაერო ძალები, საზღვაო ქვეითები, თუნდაც West Point-ი. შემდეგ დადგა კიდევ ერთი გარდამტეხი მომენტი თანამედროვე ისტორიაში, რომელმაც Palantir-ის და მთელი მსოფლიოს მომავალი განსაზღვრა. ეს იყო COVID-19-ის გლობალური პანდემია. როდესაც ახალი მომაკვდინებელი ვირუსი მთელ პლანეტაზე გავრცელდა, შეერთებული შტატების მთავრობა ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე რთულ ლოგისტიკურ გამოწვევას შეეჯახა. ოპერაცია ვარპის სიჩქარე. ამ ოპერაციის მიზანი იყო ასობით მილიონი დოზა უკიდურესად არასტაბილური და ტემპერატურის მიმართ მგრძნობიარე COVID-19 ვაქცინის განაწილება. შეუძლებელია გადაჭარბებით შეფასდეს ამ გამოწვევის მასშტაბი ან მასში ჩართული მონაცემების რაოდენობა. ვაქცინები საჭირო დროს, საჭირო ადგილებში უნდა გადაეტანას თუნდა გადაეტანათ და მიეღოთ იმ ადამიანებს, ვისაც ისინი ყველაზე მეტად სჭირდებოდათ. ამ მონაცემების დიდი ნაწილი განაწილებული იყო სხვა სისტემებსა და სილოსებში, რომლებიც არ მხოლოდ განცალკევებული, არამედ ისტორიულად შეუთავსებელი იყო ერთმანეთთან. მაგრამ Palantir-მა უზრუნველყო გადაწყვეტა Tiberius-ი, რომელიც სპეციალურად შეიქმნა ჯანმრთელობისა და სოციალური მომსახურების დეპარტამენტისთვის, ანუ HHS-თვის, მართვის მიზნით. COVID-19 ვაქცინების ლოგისტიკა და განაწილება Tiberius-მა ინტეგრირება გაუკეთა მონაცემთა ნაკადებს 50 შტატიდან, 8 ტერიტორიიდან და 1000-ობით კერძო აფციაკიდან. ფაქტობრივად, ის პასუხისმგებელი იყო 50 სხვადასხვა თავსატეხის ერთ სურათად გაერთიანებაზე, ყველაფერი რეალურ დროში. ეს იყო გადამწყვეტი მომენტი Palantir-ისთვის. დადგა დრო, რომ გაებრწყინებინა და დაემტკიცებინა, რომ ის მხოლოდ სამხედრო დანიშნულებისთვის არ იყო, არამედ შეეძლო უპრეცედენტო ღირებულება მიეცა სამოქალაქო ეკონომიკისთვისაც. კომპანიამ ბრწყინვალედ ჩააბარა ეს გამოცდა. Tiberius-მა ზუსტად ის გააკეთა, რაც ჰქონდა მიზნად დასახული. მან გააერთიანა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, დემოგრაფიული და მარაგების მონაცემები სხვადასხვა სააგენტოდან, შტატებიდან და კერძო პარტნიორებისგან. მან უზრუნველყო საჭირო ანალიზი და ინსტრუმენტები, რათა იურისდიქციებს შეძლებოდათ გაგზავნილ ტვირთებზე თვალყურის დევნება, შეფერხებების თავიდან აცილება და ვაქცინის განაწილების ორგანიზება. მან თითოეული ვიალი გააკონტროლა წარმოების ქარხნიდან პაციენტის მკლავამდე, თლიანობაში თითქმის მილიარდი დოზის განაწილებას ზედამხედველობდა. ეს მხოლოდ Palantir-ის წარმატებების სერიის დასაწყისი იყო. მიუხედავად იმისა, რომ Tiberius-მა დაამტკიცა, რომ კომპანიის პროგრამულ უზრუნველყოფას მასშტაბურად სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია, მისი შემდეგი დანერგვა აჩვენებდა, რომ ასევე შეუძლია სიცოცხლის წართმევა უპრეცედენტო სისწრაფით. მეხუთე თავი. სამწუთიანი განადგურების ჯაჭვი. მზვერავები ამოიცნობენ პოტენციურ მტრის სამიზნეს. დრონები იგზავნება, რათა დაადასტურონ სამიზნის ვინაობა და ზუსტად განსაზღვრონ მისი მდებარეობა. ისინი რეალურ დროში აკვირდებიან მის გადაადგილებას. ამ დროს კი შეირჩევა შესაბამისი შეიარაღება სამიზნის გასანადგურებლად. სარდლობა გასცემს ბრძანებას, არჩეული იარაღი ისვრის, სამიზნე განადგურებულია. ეს არის განადგურების ჯაჭვის მაგალითი, მოვლენების თანმიმდევრობა, რომელიც სტანდარტულ სამხედრო დარტყმას ქმნის. წარსულში ამ მოვლენებს საათები ან თუნდაც დღეები სჭირდებოდა. ეს შედარებით ხანგრძლივი დროის მონაკვეთები ძირითადად მონაცემებთან დაკავშირებული პრობლემებით იყო გამოწვეული. ინფორმაციას სისტემებსა და ადამიანებს შორის გადაადგილებისთვის დრო სჭირდებოდა, რაც გადაწყვეტილებებს აყოვნებდა. ეს სამიზნეებს აძლევდა დროს გაქცევისთვის ან რადარის ეკრანებიდან გაუჩინარებისთვის. მაგრამ აღმოსავლეთ ევროპის ბრძოლის ველებზე განადგურების ჯაჭვის დრო ნიშნულოვნად შემცივდა Palantir-ის წყალობით. რუსეთის უკრაინაში შეჭრამ Palantir-ს მისცა შესაძლებლობა, რომელიც მის თავდაპირველ სამხედრო ორიენტირებულ ამბიციებს შეესაბამებოდა. უკრაინა ბევრად პატარა ქვეყანა იყო და ბევრად სუსტი არმია ჰყავდა მოწინააღმდეგესთან შედარებით. ტრადიციულ კონფლიქტში ექსპერტები აფასებდნენ, რომ მისი წარმატების შანსი თითქმის ნულოვანი იყო. ერთადერთი გზა, რომლითაც უკრაინა გადარჩებოდა და მით უმეტეს ომის მოგების შანსი ექნებოდა, იყო ბრძოლის წესების შეცვლა. Palantir-მა ეს შესაძლებელი გახადა. მან კიევს მისცა პროგრამული უზრუნველყოფა, რომელმაც საშუალება მისცა, რომ მტრის განადგურების ჯაჭვი 3 წუთზე ნაკლებ დროში შეემცირებინა. მთელი ციკლი, მტრის ობიექტის აღმოჩენიდან მის განადგურებამდე, ახლა უფრო სწრაფად ხდება, ვიდრე გაყინული საკვების მიკროტალღურ ღუმელში გათბობა.
ის ამას ბევრი მხრივ ისე აკეთებს, როგორც ოპერაცია Warp Speed-ის დროს გამოიყენეს. Palantiris პლატფორმა ავტომატურად იღებს, ამუშავებს და აერთიანებს მონაცემებს სამხედრო წყაროების ფართო სპექტრიდან. ის იღებს დრონების ვიდეო სიგნალებს, თერმულ სენსორებს, დაშიფრულ რადიოკომუნიკაციებს და სატელიტურ სურათებს. სისტემა მუდმივად აერთიანებს, ცენტრალიზებს და ავტომატურად აანალიზებს ამ მონაცემებს. შემდეგ ის ეხმარება ოპერატორებს სამიზნეების იდენტიფიცირებაში, ანომალიების გამოკვეთაში და შეტევისთვის ყველაზე შესაფერი სიმოქმედების არჩევაში. ის ამას აკეთებს დამატებითი ფაქტორების გათვალისწინებით, როგორიცაა ამინდის რეალურ დროში მდგომარეობა და საბრძოლო მასალის მარაგის დონე. ეს გავს ყველაფრის ერთიან სამხედრო მისიის მართვის სისტემას და ამას აკეთებს ისე, რომ არასდროს იღებს სრულ კონტროლს განადგურების ჯაჭვზე. და ეს მნიშვნელოვანია. ხალხს დიდი ხანია ეშინია, რომ ხელოვნური ინტელექტი სამხედრო სფეროში ადამიანის გადაწყვეტილების მიმღებებს ჩაანაცვლებს. ეს მოიტანს ომის ახალ ეპოქას, სადაც ხელოვნური ინტელექტის აგენტები ერთმანეთს ებრძვიან. სინამდვილეში კი Palantiris პლატფორმა უფრო ადამიანზე ორიენტირებული სისტემაა. ხელოვნური ინტელექტის როლია გადაფაროს ზედმეტი ინფორმაციის ხმაური და ადამიანებს მიაწოდოს ზუსტი მონაცემები, რათა საათში 1000 გააზრებული გადაწყვეტილება მიიღონ 10-ის ნაცვლად. მაგრამ ესეთი ომის სისწრაფის გადაწყვეტილებების მიღება არასდროს დარჩებოდა მხოლოდ ბრძოლის ველზე. კომპანიებსაც სურდათ ზუსტად იგივე ძალა თავიანთ ბაზრებზე. მეექვსე თავი – კორპორატიული ნერვული სისტემა. ამ ეტაპზე Palantiris პლატფორმა მხოლოდ ოცნება ან პოტენციური წარმატება აღარ იყო. ეს იყო დამტკიცებული გადაწყვეტა, რომელსაც შთამბეჭდავი წარმატებები ჰქონდა როგორც თავდაცვაში, ასევე ეროვნული კრიზისების მართვაში. ერთადერთი დარჩენილი კითხვა იყო, სად გამოიყენებდნენ მას შემდეგში. და პასუხი მალე გამოჩნდა. საცალო ვაჭრობის სექტორი. ებზო სექტორზე გადავთვით, Palantirma იგივე პროგნოზირებადი ოპერაციული ლოგიკის ტექნოლოგია Colzis, ავსტრალიის ერთ-ერთი მთავარი სუპერმარკეტების ქსელის, ყოველდღიურ სამუშაო პროცესებში დანერგა. 27%-იანი ბაზრის წილით ეს ავსტრალიის სასუსათო ბაზრის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სახელია. მისი ხელმძღვანელები აპირებენ კომპანიის სტატუსის გამყარებას Palantiris ტექნოლოგიის დანერგვით, გიის დანერგვით, რათა გაამარტივონ სამუშაო ძალისა და მარაგების მართვა. და სწორედ ასე მოხდა. Palantiris პლატფორმა ახლა ყოველდღიურად ამუშავებს 10 მილიარდ მონაცემს 840-ზე მეტ Colzis მაღაზიაში. მასშტაბის უკეთ აღსაქმელად, ეს იმდენად ბევრი მონაცემია, რომ საკმარისია დედამიწის თითოეული ადამიანისთვის ყოველდღიურად საკუთარი პერსონალური საკიდლების სია შეადგინოს. ისტორიული მონაცემების, როგორიცაა წარსული გაყიდვების ტენდენციები და შესყიდვების ნიმუშები, მიმდინარე ოპერაციულ ინფორმაციასთან შერწყმით, Palantiris პროგრამა საშუალებას აძლევს მაღაზიის მენეჯერებს რეალურ დროში იმოქმედონ. პერსონალის ცვლები რეგულირდება, მიწოდებები გადამისამართდება და ოპტიმიზირდება. პროგრამა განსაზღვრავს, როგორ იმუშავებს მაღაზია ყოველ წამს, ყველაზე მცირე დეტალამდე. მაგრამ კომპანია ამით არ გაჩერებულა. მან გააგრძელა თავისი ფესვების გაფართოება მთელ მსოფლიოში, ეძებდა ახალ შესაძლებლობებს და დამატებით ინდუსტრიებს, სადაც შეძლებდა გაფართოებას. გაერთიანებულ სამეფოში Palantiris ტექნოლოგია დანერგეს NHS-ში, რათა გაუმკლავდნენ დაგროვილ საქმეებს და გაამარტივონ პაციენტების მოლოდინის სიები. მან პაციენტების ჩანაწერები და სხვა ინფორმაცია, როგორიცაა კონსულტანტების განრიგი და საოპერაციო ოთახების ხელმისაწვდომობა, გააერთიანა ერთიან სისტემაში. შედეგად, Chelsea-სა და Westminster-ის NHS Trust-მა მოგვიანებით განაცხადა, რომ Palantir Foundry-ზე გადასვლის შემდეგ სტაციონარული პაციენტების მოლოდინის სიები 28%-ით შემცირდა. ეს იგივეა, რაც 10,000 მოლოდინში მყოფი ადამიანის რიგის 7,200-მდე შემცირება. ეს შთამბეჭდავი სტატისტიკაა და Palantirma მას შემდეგ ეს მაჩვენებელი თავისი პლატფორმის გავლენის დამადასტურებელ მტკიცებულებად წარმოაჩინა. თუმცა ბრიტანეთის სამედიცინო ჟურნალმა შემდეგ ამ რიცხვის სისწორე კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. მან დააყენა კითხვა, იყო თუ არა ეს შემცირება მთლიანად Palantiris დამსახურება, თუ ეს უფრო ფართო ფაქტორების, მაგალითად პანდემიის შემდგომი ცვლილებების შედეგი იყო. როგორც არ უნდა იყოს, ძირითადი სტრუქტურული ტენდენცია აშკარად ჩანს. სასურსათო მაღაზიებიდან დათქებული საავადმყოფოებამდე, სულ უფრო მეტი ინდუსტრია და ინსტიტუცია იღებს Palantiris პროგნოზირების ლოგიკას. და როცა ეს ხდება, როცა სუპერმარკეტები და კლინიკები თავიანთ მთელ არსებობას Palantiris twin-ში აერთებენ, ჩნდება ახალი მუდმივი პრობლემა. მეშვიდე თავი, ონტოლოგიის მახე. მიზეზი, რის გამოც Palantiris პლატფორმა ასე სწრაფად და შეუფერხებლად ვრცელდება, უკავშირდება რაღაცას, რასაც ხელოვნური ინტელექტის პლატფორმის, ანუ AIP-ის bootcamp-ი ეწოდება. წარსულში მსხვილი საწარმოო პროგრამული უზრუნველყოფის გაყიდვა Fortune 500-ის კომპანიებისთვის, ან ქვეყნის მასშტაბით ორგანიზაციებისთვის ხანგრძლივი და გაწელილი პროცესი იყო. ეს შეიძლება მოიცავდეს გაყიდვების ციკლებს, რომლებიც 6-დან 9 თვემდე გრძელდება. იყო უსასრულო მარკეტინგული შეხვედრები, გაყიდვების პრეზენტაციები, ტექნიკური კონსულტაციები, უსაფრთხოების შემოწმებები და სხვა. AIP bootcamp-ების საშუალებით Palantirma შეძლო ეს პროცესი 5 დღემდე შეემოკლებინა. აი როგორ მუშაობს ეს. Palantir იწვევს ორგანიზაციის ინჟინრებსა და ხელმძღვანელებს 5 დღიან ინტენსიურ ინტეგრაციის პროგრამაში. ამ პერიოდში ორგანიზაციის მონაცემები სხვადასხვა ფრაგმენტული წყაროდან ერთიანდება ერთიან AIP პლატფორმაზე. Palantiris programmable user-მოყოფა კვირის ბოლოს ქმნის ბიზნესის მოქმედ, სრულად ფუნქციონალურ ონტოლოგიას.
Client შეუძლია დატოვოს ოფისი პერსონალიზებული სრულად ფუნქციონალური AI ინტერფეისით, რომელიც თითქოს წლების განმავლობაში არსებულ პრობლემებს მარტივად აგვარებს. ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ ამდენი კომპანია bootcamp-ის დასრულების შემდეგ ფიქრობს, რომ მათ თავიანთი მომავლისთვის ყველაზე გონიერი ინვესტიცია გააკეთეს. მაგრამ ამ ულტრასტრაფი განვითარების ციკლი მალავს საიდუმლო მახეს. იმ წამს, როცა ინსტიტუცია თანხდება თავხნდებისი სამუშაო პროცესების, გუნდებისა და ლოგისტიკის ასახვას, Palantir-ის ონტოლოგიის სფენაში რაღაც ფაქიზი ხდება. ის ცხვეც უბრალოდ გარე ინსტრუმენტი იყოს და იწყებს იქცეს იმ სტრუქტურად, რაზეც ყველაფერი დანარჩენი შენდება. ამ მომენტიდან ბიზნესი ფაქტობრივად სამუდამოდ ხდება Palantir-ის ეკოსისტემაზე დამოკიდებული. ნებისმიერი სამუშაო პროცესი, AI მოდელი ან მენეჯმენტის გადაწყვეტილება, რომელსაც ის მიიღებს ან დანერგავს, თავად ონტოლოგიაზე იქნება აგებული. მოდით ვთქვათ, რომ კომპანიამ გადაწყვიტა რამდენიმე თვეში შეწყვიტოს კონტრაქტი Palantir-თან. ის ვერ შეძლებს უბრალოდ ექსპორტზე გაიტანოს თავისი მონაცემები და წავიდეს, რადგან მიუხედავად იმისა, რომ Palantir-ს ეს მონაცემები არ ეკუთვნის, მას ეკუთვნის ლოგიკა, კონტექსტი და კავშირები, რომლებიც ამ მონაცემებს აზრს სცემს. ის მართავს მასშტაბურ მონაცემთა მართლობის სისტემას, რომელზეც კომპანიამ დაიწყო დაკრდნობა. ამ სისტემიდან გადასვლა ფაქტობრივად იგივე იქნებოდა, როგორც ვცადოთ ვინმეს მთელი ცენტრალური ნერვული სისტემის ამოღება. მოკლედ, Palantir-მა შექმნა სისტემა, რომელშიც მას შეუძლია აკონტროლოს მსოფლიოს ყველაზე ძლიერი ინსტიტუტების ოპერაციები. და რატომ აძლევთ უფლებას ერთ კომპანიას, რომ ამდენი ძალაუფლება ჰქონდეს? იმიტომ, რომ ჩვენ აღარ გვაქვს არჩევანი. მერვე თავი, სირთულის უფსკრული, ძირეული მიზეზი. ზოგი კომპანია რეიტინგის სათავეში ხდება ჭკვიანი მარკეტინგის, აგრესიული გაყიდვების ტაქტიკის, ბის ტაქტიკის, ან თუნდაც პოლიტიკური მფარველობის წყალობით. და მიუხედავად იმისა, რომ Palantir-ი სარგებლობდა ვაშინგტონში აგრესიული ლობირებითა და ადრეული პოლიტიკური ალიანსებით, მისი აღმავლობის ძირითადი მიზეზი საერთოდ არ არის პოლიტიკური. ეს გამოწვეულია პრობლემით, რომელიც 10 წლეულების განმავლობაში გროვდებოდა თანამედროვე საზოგადოებაში. ეს არის სირთულის უფსკრული. ტექნოლოგია უფრო სწრაფად ვითარდებოდა, ვიდრე ადამიანები მისდევდნენ მას. გლობალური მონაცემების სიჩქარემ და რაოდენობამ სრულიად გადააჭარბა ჩვენს შესაძლებლობას, რომ ყველაფერი დავამუშავოთ. მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად ჭკვიანია ადამიანი, ან რამდენი გამოცდილება აქვს მას. ისინი მაინც შეზღუდულნი არიან ადამიანის ბიოლოგიის საზღვრებით. ვერავინ შეძლებს გააცნობიეროს უთვალავი მონაცემი და რეალურ დროში ცვალებადი ფაქტორები, რომლებიც უსასრულოდ იცვლება გლობალურ ქსელებში. მონაცემებთან მუშაობისთვის არსებული ინსტრუმენტები უკვე აღარ არის საკმარისი. ბოლოს და ბოლოს მოძველებულ მონაცემთა ბაზის არქიტექტურებსა და Excel-ის ცხრილებსაც მხოლოდ გარკვეულ ზღვრამდე თუ მიიყვან. თუ კაცობრიობა ამ გზას ცვლილებების გარეშე გააგრძელებდა, შედეგები კატასტროფული იქნებოდა. მონაცემების მოცულობა და სირთულე მუდმივად იზრდება, ხოლო ჩვენი უნარი გავიგოთ ეს ყველაფერი სულ უფრო მცირდება. ეს იწვევს სისტემურ სიბრმავეს და უპრეცედენტო ოპერაციულ არაეფექტურობას. ფაქტობრივად, საზოგადოების სწრაფმა პროგრესმა შექმნა საშიში აუცილებლობა, რომ არსებობდეს ხელოვნური ინტელექტის ორკესტრაციის ფენა, რომელიც ყველაფერს ზედამხედველობას გაუწევს. ჩვენ დახმარება გჭირდება, რომ ეს ყველაფერი ვმართოთ და შევინარჩუნოთ მასიური ლოგისტიკური ქსელები, რომლებზეც ყოველდღიურად ვართ დამოკიდებული. Palantir-ი სწორედ ეს ფენაა და სწორედ ეს ხდის მას ბევრად მეც, ვიდრე უბრალოდ კორპორატიულ მომწოდებელს, რომელიც სასარგებლო, მაგრამ ოპერაციულ პროგრამულ უზრუნველყოფას ყიდის. ამის ნაცვლად ის გახდა დასავლური საზოგადოების ფუნდამენტური ხელშემწყობი, როგორც ჩვენ ვიცნობთ მას. ღრმად ჩამჯდარი მექანიზმი თანამედროვე მონაცემთა მანქანაში. ეს არის ის, რაც თანამედროვე სისტემებს უშლის ხელს, რომ საკუთარი მონაცემების სინძიმის ქვეშ დაინგრიონ. და თუ მას ამოიღებთ, ის სუბიექტები და ინდუსტრიები, რომლებსაც ის ამუშავებს, უბრალოდ არ შენელდებიან, ან ოდნავ არ დაკარგავენ ეფექტიანობას. მიუხედავად იმისა, რომ ისინი სრულად არ დაინგრევიან, ეფექტიანობა მნიშვნელოვნად დაეცემათ. და ეს გვიყვანს მთავარ მორალურ კითხვამდე, რომელიც დასვა კაცმა, რომელმაც ეს ყველაფერი შექმნა. ჰავი მეცხრე, ფილოსოფოსი მეფე. მიუხედავად იმისა, რომ Palantir-ს სინამდვილეში 5 თანადამფუძნებელი ჰყავდა, ალექს კარპი გახდა კომპანიის იდუმალი და ხშირად საკამათო ლიდერი. კარპი გარკვეულწილად გამონაკლისია სილიკონის ველის წრეებში. ის არ არის ტექნოლოგიებისადმი მთელი ცხოვრების განმავლობაში გატაცებული ადამიანი და არც ამ რწმენის მხარდამჭერია. რომ დიდი ტექნოლოგიური კომპანიები განცირულნი არიან, რომ სოფლიო უკეთეს ადგილად აქციონ, ამის ნაცვლად მას უფრო ჰოფსისეული მსოფლმხედველობა აქვს და ამტკიცებს, რომ სოფლიო საშიში ადგილია. ის სავსეა თითქმის მუდმივი გეოპოლიტიკური დაძაბულობით. ომისა და კოლაფსის საფრთხე არასოდეს არის ძალიან შორს. ამ საფრთხეებთან საბრძოლველად და მათ წინააღმდეგ გამოსაყენებლად, კარპი ამტკიცებს, რომ ისეთი პროგრამული უზრუნველყოფა, როგორიცაა Palantir-ი, სასიცოცხლო დაუცილებელია. ის მიიჩნევს, რომ ეს შესაძლოა ყველაზე მნიშვნელოვანი იარაღია დასავლური დემოკრატიული ღირებულებების დასაცავად და სრული სისტემური კოლაფსის თავიდან ასაცილებლად. მისი Palantir-ის დათვა უკავშირდება უფრო ფართო ფილოსოფიურ კითხვას, რომელსაც დღეს საზოგადოება აწყდება. რა ხდება მაშინ, როცა ადამიანები ვეღარ ასწრებენ განვითარებას? არის თუ არა მუდმივად დამკვირვებელი, მუდმივად ოპტიმიზირებადი ჭრილოვანი ხელოვნური ინტელექტის ფენა, ჩუმი ავტორიტარული კონტროლის ფორმა. თუ ეს არის ერთადერთი რამ, რაც თანამედროვე საზოგადოებას ქაოსში ჩაძირვის განიცავს,
კარპი მეორე ვარიანტს დაიცავდა და იტყოდა, რომ ჩვენ უკვე გადავლახეთ ის ეტაპი, როცა ინდივიდუალური კონფიდენციალურობის ან მონაცემებზე დაფუძნებული სახელმწიფოების გამო უნდა ვდარდობდეთ. ამის ნაცვლად უნდა ავირჩიოთ ან ადამიანების მიერ მართული ქაოსი, ან ხელოვნური ინტელექტის მიერ უზრუნველყოფილი წესრიგი. სწორედ ამას ამტკიცებს ის და ამბობს, რომ ეს არის რეალობა, რომელიც ჩვენ შევქმნით და სწორედ მას უნდა მოვერგოთ. იმ ცდილობაში, რომ ყველაფერი გავხადოთ უფრო სწრაფი, ჭკვიანი, ეფექტური და მომგებიანი, შევქმნით რეალობა, რომელიც ადამიანური გონებისთვის ზედმეტად რთულია სამართავად, რის გამოც გვიწევს გასაღები გადავცეთ მანქანას, რომელსაც ვეღარასდროს გამორთავთ. Palantiris გავლენა მთელ მსოფლიოში იგრძნობა, მაგრამ ის მარტო არ არის. არსებობს კიდევ უფრო მეტი ჭრილოვანი სტრუქტურა, რომლებიც ყოველდღიურად ახდენენ გავლენას ჩვენს ცხოვრებაზე. გაიგეთ მეტი იმ კომპანიაზე, რომელიც ფარულად ფლობს ყველაფერს. და თან ნახოთ, როგორ მოქმედებს სინამდვილეში BlackRock-ი. ან უყურეთ ამას მის ნაცვლად.